დავბრუნდით პირდაპირ ეთერში კეთი და დღეს უნდა გავიხსენოთ ერთი გამორჩეული ქართველი ძალიან ნიჭიერი ადამიანი თავისი ბუნებით, თავისი ბუნებრიობით, თავისი ბავშვური მეამიტობით იყო სასწაული პიროვნება, სასწაული როლების შექმნა 16 აპრილს რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა. მისი პერსონაჟები არ დაუვიწყარი პერსონაჟებია, ხო, ახლა ფილმებს არ ჩამოვთვლით ყველაფერს ჩვენს კასტუმრებთან ერთად. მე მინდა წარმოგიდგინოთ რამაზ გიორგობიანის და მაია გაჩეჩილაძე და კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, რომლებიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო და ასე ვთქვათ მოსაგონარ ამბებს გავიხსენებთ. მშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ აგვიხსენებთ. რა თქმა უნდა, ქალბატონო მაია, თქვენგან დავიწყებთ. აი, რა მოგონებები გაქვთ? როგორი იყო თქვენი პერსონალური რამაზი? რას მოიგონებთ? აი, პირველი რაც გახსენდებათ აი ახლა მომენტალურად, რაც ამოგიტივტივდათ. იცით რა რამაზი იყო ჩემზე 14 წლით უფროს. ой, რას ამბობ? ჩვენ ყავდა დედა ერთი. დედა. მამები იყო სხვადასხვა და რაც ამომიტივტივდა ეხლა, რომ როდესაც ის მეცადინეობდა მე ვუშლიდი ხელს. აი ეს ამოტივტივდა უცბად. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ოჯახებში. მომაწილეთ ეს როლისავლების დროს და ალბათ ხო ან რაღაცა იგი. არა, სკოლაში იყო, მე პატარა ვიყავი მაშინ თქვათ ეგ სკოლას ამთავრებდა და აი რაღაცა ძალიან 2 წლის, 3 წლის, აი ეს გახსენება რაღაცა ემოციონალური მეხსიერება ამოტივტივდა, ხშირად მიტივტივს რა იყო თქო. აი ეს იყო და ნუ შემდეგ უკვე ზრდასრულ პერიოდში რამაზი იყო ჩემთვის ეტალონი ყველაფრის. ჩემი სიარულის მანერაც რამაზ გავდა. როგორც ის დადიოდა, ისე მინდოდა მე არა მე. ბაძავდი ყველაფერს. ასე ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ასაკობრივი სხვაობა არის დიდი. იყო ის მზრუნველი ძმა? ძალიან და ძალიან პატივს მცემდა. არა მარტო ვუყვარდი, არამედ პატივს მცემდა და ყოველთვის დედაჩემს ეუბნებოდა, რომ ეს თავისუფალი ადამიანმა გაიზარდოს. და აი რაღაცნაირად აი ესე წავყევი რამაზე. და გაძლევდათ თვითონ აი როგორც უფროსი ძმამ შინაგან თავისუფლებას. მაძლევდა, იმიტომ რომ თვითონ იყო ძალიან თავისუფალი. თავისუფალი ადამიანი იყო, ხა გოგიც დამეთანხმება, შინაგანად ზნეობრივად ძალიან მაღალი თამასა ჰქონდა დაჭერილი. ვერ იტანდა უზნეობას, ვერ იტანდა უღირსობას, ანუ უსამართლობას, ყველას იმ ადამიანებთან ჰქონდა კონფლიქტი, აი ვთქვათ ისეთ რაღაცას, სიმართლეს ეუბნებოდა პირში. და იმ ადამიანებს, ვისაც შეეძლოთ მისი ბედის განსაზღვრა, იმათთანაც არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა, იმიტომ რომ თვლიდა რომ ეს არის რაღაცა თავის თავთან სინდისთან კომპრომისზე არ მიდიოდა რა. უბრალო, უშუალო, აი ნაღდი ადამიანი, რაღაც აი ესეთი შთაბეჭდილება მჩება ამ ადამიანს მის როლებს როდესაც უყურებ. ასეთი იყო. უფრო მეტი. ნუ რამაზთან მე მქონდა ორმაგი დატვირთვა ეს ჩვენი ურთიერთობა ბავშვობ ძალიან ადრეული ბავშვობიდან ჩვენი ოჯახები იყო ძალიან ნახო. ქალბატონი ნუცა მიქელაძე და დედა ცნობილი მომღერალი იყო, წინავალი მომღერალი. მამამისი იყო სხვადასხვა დიდი თანამდებობის დუტო გიორგობიანი. თანამდებობის პირი იყო. მაშინ მახსოვს შენ პატარები ვიყო, გვანებიერებდნენ მანქანა მაშინ იშვიათობა. მინისტრის შვილი და ახალგაზრდობა სულ ერთად. ამიტომ ორმაგს რატო ვიძახი დატვირთვას, იმიტომ რომ ვიყავით მეგობრები ბავშვობის და ყრბობის და სიბერას ვერ მიაღწია სამწუხაროდ. ხო და მე გავხდით თანამოაზრეები ხელოვნებაში. რამაზს აქვს გადაღებული 5 ფილმი. და 5 ფილმის მუსიკა არის ჩვენი შექმნილი, ამიტომ ფანტასტიკური მუსიკა. ძალიან, ხო და ძალიან გული მწყდება რომ რამაზის ბოლო ფილმი მორევი ესე არის 5 ფილმი. ყველაზე უფრო მაღალი რანგის ფილმი იქ ხონდა ძალიან კაი ფილმები, მაგრამ ეს მორევი არის შესანიშნავი ფილმი, რომელიც არავის არ გინახეთ. არ მინახია ნამდვილად. არ გამომზეურებულა, როგორ ნახავთ კარგად. არ ვიცი რა გზებით უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ფილმი ნახოთ. ანუ დასრულებულია ფილმი. გეტყვით ახლა ისტორიას. არ იყო დასრულებული რამაზი, მასალა გადაღებული ყველაფერი იყო, მაგრამ იდო კინოსტუდიაში და აწუყე განსვენებული სამწუხაროდ
ჩვენი გიზო გაბესკერია შესანიშნავი. კი ბატონო. გიზო მითხრა გოგიო შენ ხომ მუშაობდი, მითხრა ხო წავედით კინოსტუდიაში, ძველ კინოსტუდიაში, დავჯექით, ამოიღო მოსალა და დავამთავრეთ ეს ფილმი გიზომ, როგორც კინომატოგრაფი და მე როგორც კომპოზიტორი. და გამზადებული ფილმი მე ერთხელ სადღაც იქვე ვნახეთ კინოსტუდიაში. იმის მერე ეს ფილმი სად წავიდა? გაჩინოში მიუღია კახი კავსაძემ ამბავი ჩამოიტანა, რომ გაჩინოში იყო რაღაცა კინოფესტივალი. იქ იყო? და იქ იყო ეს ფილმი მორევი და კახი მაშინ თქვა, რომ რაღაცა პრიზიც მიუღია. და იმის მერე შესანიშნავი ფილმია. ძალიან მართლა, აღონდა არ ვიცით ამ მორევის გზაკვალი, იმიტომ რომ ზურა ინაშვილი კურირებდა, გარდაიცვალა ამ ამბავს და მე რაღაცა და ანუ ესე არის თვითონ ეს ფირის ადარის ფირი არის გაქრა ფირი ესე კინოს სახლში იყო ჩვენება, არა კინო რუსთაველში იყო ჩვენება გახსოვს. ერთხელ იყო ჩვენება და მე ვითომ კინოსტუდიაში უნდა იყოს. წესით ხო და ვერ მოვიძიეთ რაღაცა არქივშია სადღაც არის არქივში და სამუშაო პროცესში როგორი იყო? თქვენ აღნიშნეთ რომ 5 ფილმზე ერთად გიმუშავიათ და სამუშაო პროცესში როგორი იყო? რამდენად მკაცრი, მომთხოვნი? ისეთი აი თავის ხელით წერდა ყველა სკრუპულოზური იყო. თითეული 100 ხო ჩაკიწყებული ქონდა საკუთარ. ძალიან მიადოვდებოდა მასთან მუშაობა. ხო თან მეგობრების მაკაცები ვარ, თან მე სუფრეები რა ჩვენ გიქეიფია ხო და მუშაობის დროს იყო ძალიან ესეთი ძალიან ბოლომდე მომთხოვნი და ამიტომაც საქმეს გამოსდევდა კარგად. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. 59 წლის არის მოთო. რამდენი 59 წლის. კი შექმნა თქვათ ძალიან ბევრი და დასამახსოვრებელი როლი აი პატარა. არა მე მგონი თავის სახე დატოვა მაგრამ როგორ. კი რა აი სახია კი რო ახსენებენ რამაზ გიორგობიანს აი რაღაცა გახსენდება თავის როგორც ის. მაინც თქვენ როგორ გონიათ რომ ან თვითონ როგორ თვლით ან თქვენ როგორ თვლით მის გამორჩეული რომელი იყო მაინც ფილმი მისი თუ შეიძლება რომ ვთქვათ აი როგორც მსახიობი და როგორც მსახიობი ამ შემთხვევაში როგორც მსახიობს ვქეთ. გიორგობის თვე. მე გიორგობის თვეზე გეტყვით ახლა სასწაულს გეტყვით. მეც ესე მგონია და მაგით. სასწაულს გეტყვით ახლა რა ხდება გიორგობის თვეზე რამაზიმ როლი ითამაშა. და მე თამაშა მე. უი რა ესეც როგორ მოხდა? აი ახლა მოგეტყვით. მაშინ ოთარ იოსელიანის ფილმია. მოყავს ის ასისტენტი რომელიც არჩევს ესე იგი მსახიობებს. და დამინახეს ქუჩაში, კაი ბიჭი იყო თავის დროს. წამიყვანეს. და ოთარ იოსელი ასთხოვს ახლა მე. ლამაზი ბიჭი ვარ და უნდა ვითამაშო რამაზი. გადამიღო მთელი ფილმი ესე იგი თავიდან ბოლომდე. რო შევხედე მე ისეთი საზიზღრობა იყო ესეთი აი შეშავა რა ძალიან უნიჭოზე უნიჭობს ახიობი. როგორ უნდა მეთამაშა მე როცა ითამაშა რამაზი და ხოლმე ხედე რა სასახეთ შექმნა ხო? მე ვთვლი რომ ჩემთვისაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი იქნა დაიბადა მე რამაზ გიორგობიანი მაგან განაპირობა. კი დაიბადა დაიბადა და გაყვადა ახალი გმირი შემოვიდა ქართულ კინოში. აბსოლუტურად ინტელიგენტი ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი სერენადაც თავიდან არასდროს არ მომივა სასწაულია ეგ. და ეს უნდა ნახოთ ყველას აი ძალიან მინდა რომ მორევი ბოლო როლია მისი და ნახეთ თავისი პანაშვიდი ვაჩვენო იმაზე გადაღებული აქვს საფლავზე დგას და რაღაც სცენა ისა მისი საფლავი იმაზე გადაღებული რაღაც ასა წინათ გზნობა იყო რა იყო მე ფილმი რომ ნახე ის ხომ მანამდე არ ქონა ნახე თავის საფლავზე გადაღებული აქვს ის რაც კინოში ხდება მე ეს მოხდა სინამდვილეში წარმოგიდგენია მისტიკაა რაღაცა ხო და ძალიან გულიმწყება, მაგარი ფილმია ძალიან კაი ფილმია. ის დანარჩენი 4 ფილმი არსებობს? ანუ ეს ერთი დაიკარგა მანდ. არა, ძალიან ცნობილი ფილმი, მაგალითად ლოლიტა არის ძალიან კაი. ლოლიტა, მოდი ვილაპარაკოთ. კი ბატონო. მოდი თითქმის 2 თვე ნუ ეს თითქმის 2 თვე მანამდე ხო. მანამდე იყო კიდე დეიდაშვილები ეს. მე იყო თითქმის 2 თვე, მე იყო მოდი ვილაპარაკოთ, მე იყო ლოლიტა და ბოლოს იყო მორევი. მსახიობობა ალბათ მაინც ისეთი პროფესიაა, რომ საკუთარ თავზე ყოველთვის არ ხარ დამოკიდებული. ძირითადად დამოკიდებული ხარ იღბალზე და ამ შემთხვევაში რეჟისორზე. რეჟისორი ან აგირჩევს, ან არ აგირჩევს, ან როგორი თვალით შემოგხედავს, ჩათვლის თუ არა საჭიროდ რომ შენ ხარ ზუსტად ის ადამიანი, ვინც მოერგები ამ როლს. აი, როგორ ფიქრობთ მას, როგორც მსახიობს? ქონდა იღბალი? ორივესთან მექნება ეს კითხვა. როგორც მსახიობს ალბათ ქონდა. ქონდა, როგორ არ ქონდა კი. ქონდა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი
მას რა ქონდა, იცით, არასოდეს ყოველთვის კითხულობდა ვინ არის რეჟისორი. და არ მიდიოდა ყველა რეჟისორთან. ვისაც თვლიდა, რომ თქვათ არა. მაგის პრეროგატივა იყო ამ შემთხვევაში კინოში, რომ უარს იძახდა და ოთარმა იმდენად განაპირობა მისი შემდგომი, იმიტომ რომ იყო ფიზიკა, მათემატიკაზე სწავლობდა უნივერსიტეტში. მერე გადავიდა ჟურნალისტიკაზე გადაიყვანა მაშინდელმა რექტორმა ილია ვეკუამ, რომ ძალიან ბევრს აცდენსო ამ მათემატიკურზე რომ სწავლობდა, მოდი ჟურნალისტიკაზე გადადიო, თან რაღაცებს წერდა და უფრო მარტივად რომ მივხედოთ შენს ჩათვლებსო. და აი შემდეგ უკვე არ უნდოდა ეს ჟურნალისტიკა, მოწამლული იყო უკვე ამ კინოთი და აპირებდა მოსკოვში წასვლას გიგში ჩაბარებას და აი უცებ ესე მოხდა რომ დეჩემ რა თქმა უნდა წინააღმდეგი იყო შვილი მოსკოვში როგორ გაუშვა, მაგრამ მოხდა ესე რომ თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ თეატრალურ უნივერსიტეტში ინსტიტუტი ერქვა მაშინ თეატრი გაიხსნა ეს ფაკულტეტი. და ვაი დეჩემს მოუტანა ჟურნალისტიკის დიპლომი, აჰა შენ ჩემგან საჩუქრათო და აქ ვაბარებ დაწყნარდიო და მოხდა თენგიზთან ჯგუფში პირველი ჯგუფი იყო, რომელიც აიყვანა მაშინ ლანა ღოღობერიძემ და თენგიზ აბულაძე. და ძალიან კარგი ჯგუფი გამოვიდა მაგათი დანე ჯანელიძე, გურამ პეტრიაშვილი, თემურ ბაბლოვანი, აი გთაობა. კი, ზურა ინაშვილი, ხო. ზურა ვიცი ხო თემური. მანდიყვნენ. ხო. რაღაცა თემურ ჯორჯაძე, მეორე თემურ ჯორჯაძე. ის ნანა ჯორჯაძეც. და ანუ რაღაცა ისეთი უკვე ზრდასრულები იყვნენ, ვინც მანდ ჩააბრა. რაღაცა გავლილი ქონდათ, ხო, გავლილი ქონდათ და ძალიან, რა ვიცი, ძალიან სერიოზულად უდგებოდა მართლა ამ თავის საქმეს, აი ნატრის ხეზე როცა მუშაობდნენ, თენგიზმა წაიყვანა ესენი ასისტენტებად და რაღაცა ერთი ვეხმარებოდითო თენგიზო და რაღაცა სცენაო, ღამის სცენაო ციციკორესთან თუ რაღაცა მითხრაო, რომ მოდი რა შენ გადაიღო. კი ნაღა მოვკოდეო. არ ქონდა მაშინ ხო ალბათ, ნუ სწავლობდა. სწავლობდა, სტუდენტები იყვნენ, ხო, აი გია მატარაძე და და უცებ რო გეუნებოდი. და უცებ გეუნა მოდი ახლა ეს პატარა სცენაო შენ გადაიღეო და ვაიმე ისე შემეშინდაო რომ ვერაფერი ვერ გავაკეთებ მსახიობებს რაღაცა ვეჩხუბებ რომ არასწორად მე მივხვდიო რომ რაღაცა სხვა გზა უნდა მოვძებნო რომ ამადა მთელი ღამე გავატენეო და მეეო რაღაცნაირადო თენგიზმა ყოჩახო მითხრა შემაქოო და დამშვიდდიო მეეო ხო ეს თავის ფილმებში ორივე როლი ქონდა შეფარდებული თავაროს ყველგან თვითონ თამაშობდა. რეჟისორი თვითონ იყო, ასე რომ. აი რა სტილი, რა ხელწერა ქონდა მას, რაც სწორედ მას ხდიდა განსაკუთრებულს და გამორჩეულს. თქვენი აზრით დღევანდელი გადასახედიდან რა იყო ეს? ხელწერა რა მხრივ? აი რა სტილი ქონდა, რა განსხვავებული იყო, რითი იყო ის გამორჩეული, რომ ასე შეაყვარა, ასე დაამახსოვრა? აი თავისი უბრალოები თავის თვითონ იყო სიყვარული, თვითონ ესეთი კაცი იყო. ყველა უყვარდა, ესე არა იყო უაღრესად თავდაბალი, უაღრესად მოსიყვარ, მოყვასი კაცი იყო. სხვანაირი ბიჭი იყო ძალიან და რასაწყენია რა, როდესაც ესეთი უნიჭიერესი კაცი, ესეთი სათნო ადამიანი იღუპება 49 წელს ასაკში, ნუ არ ვიცი. ეხლა რომ დამართნოდა ის ინსულტი, ალბათ გადარჩებოდა. მეორე გადაურჩა მეორე იქვე საავადმყოფოში მეორე განუმეორდა. ეხა იმდენი შესაძლებლობაა რომ ეს ინსულტი მედიცინაზე წავიდა ხო და მაშინ იყო ძალიან ცუდი პერიოდი 95 წელი რაღაცა ძალიან განიცადა ეს მდგომარეობა ძალიან აღარ იცოდა სად წასულიყო რა უნდა ვერ გაუმკლავდა ბევრ რაღაცას ის პერიოდი იყო 90-იანი წლები უშუქობა ურაფლობა და ეს ერთად ვატარებდით იმ შაუბრელაზე სანთელზე და არავის ყველაფერი იყო და
და ეს ბოლო ფილმი რასაც რომელიც გამოსვლია ეს როდის არის შექმნილი? როდის აი მაგ დროს არის. მაგ ნახეთ მაგან 94-ში მე მგონი 14 წელს გაჩერდა ფილმი შემოიდო თაროზე ცოტა ნუ ფული არ იყო. მე კიდევ ნუ რაღაცა მიზეზებიც იყო და შემოიდო თაროზე და მე ამაზე ძალიან ინერვიულა. იმიტომ არ იყო იმიტომ დაამთავრეს ამათ მოკიდეს ხელი რომ დაემთავრებინათ ფილმი. მართლა ძალიან ინერვიულა, ძალიან განიცდიდა. მაგრამ მასალა იყო დიდი და მასალა დიდი იყო. როგორ საინტერესოა და ძალიან დამაყენებელი. ლეილა თამაშობს ყიფიანი ხო? ხო, ლეილა თამაშობს ძოლს. იმედი მაქვს რომ როგორმე ეგება რაღაცნაირად გამოჩნდება. არ ნახვა არის საცოდაობა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფილმია. ძალიან აი ყველანაირად კინემატოგრაფიულად, მსახიობურად ყველანაირად გამართული ფილმია. და რა თქმა უნდა შესანიშნავი მუსიკა. მუსიკა არის მართლა, ნუ გოგის ყველა მუსიკალური თანხლება არის, აი არა მარტო რამაზ ფილმებში, არამედ უკვე გამოარჩევ, რომ გავიგებ ხოლმე რაღაც ფილმი მიდის, ეს გოგის იქნება. ისე რამდენად კრიტიკული იყო საკუთარი თავისადმი, თუ უყვარდა. ძალიან, ხო გეუბნები, სკორპულოზური თითოეული აი ბუკაედი თუნდაც სიტყვა ხურუსულად აი თითოეულ სიტყვას ყველაფერს აბსოლუტურად ესე იგი ისე ძალიან მომთხოვნი იყო ძალიან როგორ ნახат მე დაწერილი სცენა აი მხატვრული ის იყო შესახედავად ვიზუალურადაც იყო შესანიშნავი ძალიან კარგი იყო ბევრი მოთხრობები აქვს დაწერილი რაღაცა ეხა ვაგრო რაღაცა სასიგნალო ეგზემპლარი გამოუშვი მისი მოთხრობების სცენარების და ეხა გვინდა რომ ცოტა ბევრი არ აკინძულია უბრალოდ ცოტა ტირაჟი გავზარდოთ რომ დააპირებთ ხო ჩვეულებრივ ხო ძირითადად მაინც რაზე წერდა ძირითადად წერდა იმ რეალობაზე რაშიც არსებობდა გარშემო რა სიტუაციაც იყო მის ამხანაგების ამბებზე მეგობრების ოჯახის აი ესე რაღაცნაირად იმ რეალობას აღწერდა და ესეთი იუმორნარევი ხელწერა ჰქონდა ყოველთვის ტრაგიზმშიც ხედავდა ცოტა სასაცილოს იმიტომ რომ იძახდა რომ საერთოდ გაბრაზებული ადამიანი ცოტა ბრიყვიაო და რაღაცა უნდა რომ რაღაცა იუმორით გაეტარებინა იუმორში და ეს მოთხრობებიც ეს რაღაცა იუმორნარევ სევდანარევი ამბავია და გოაკა მასალა გავშენა? კი, მაქვს მასალა. და რა უდგას გამოცემას რომ აფერი ხა უნდა დამithვალონ რა დაჯდება კიდე ეს ტირაჟი. ფინანსიური პრობლემები. ფინანსური ხო, ხა დამithვლიან, დათვლიან. ისე საკუთარი როლების საკუთარი ფილმების ყურება უყვარდა? აი ამეთ კრიტიკულად აფასებდა ამას შორიდან უკვე მოგვიანებით. მსახიობებს საერთოდ ზოგადად არ გიყვართ ხო? არ უყვართ ხო და მით უმეტეს მაშინ ეხლა არ ვიცი, ეხლა ნაკლებად, არა კი, ეხლაც ხდება. მაშინ რომ თქვათ იგივე მხიარული რომანი, ან სერენადა, ხო, რომ აღარ შემიძლია ამ მხიარულ რომანის. მე ერთი ამდენიმე დღე ქუჩაში არ გადიოდა. იმიტომ რომ ნუ მიცვიდებოდნენ ეს განსაკუთრებით ქალები. და ვაიმე და იყო ერთი ამბავი და ურიგოთ უშვებდნენ რაღაცა რიგი თუ იყო რამის და ეს მობრძანდით ეუბნებოდნენ და ძალიან უხერხული ღიზიანდებოდა ესე ჩვენ ხო ხშირად ვიყავით და სუფრად თქვა მოდიოდა იმალებოდა ხო იმალებოდა იმიტომ რომ უხერხულად გრძნობდა თავს რა პიროვნება იყო ეგეთი არ და როგორი სასწაული ფილმია რამდენჯერაც არ უნდა უყუროთ ყოველ შემთხვევაში ჩვენმა თაობამ ყოველთვის გინდა რომ უყურო მაინც გეღიმება მაინც იმ იუმორზე გეცინება და რაღაც სულ გვინდა რომ ბავშვები შემოიკრიბოთ ირგვლივ და ყველას ვანაცხდ იპოლიტეს რა თქმა უნდა სასწაული დუეტია მართლა ნამდვილად რაღაცა ესეთი არტისტული კასკადია. მადლობა მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანის გახსენება, ესეთი ნიჭიერი ადამიანის, რომელიც ხდები დარწმუნებული ვარ, არასდროს წაიშლება ქართველების მეხსიერებიდან ეს დიდი და უნიჭიერი მსახიობი. სანამ ქართული კინო იარსებებს, იქამდე იარსებებს რამაზ გერგობიანის სახელს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.